დღეს არის ძალიან მძიმე დღე. წითელი პარასკევი და მსოფლიო ყურადღების ცენტრი, რა თქმა უნდა, არის იერუსალიმი, სადაც იმყოფება ვარლამ ციკლაური, ჩვენი კოლეგა და ჟურნალისტი. ის ყოველწლიურად ჩადის იერუსალიმში და პირდაპირ ეთერში აშუქებს ყოველ წუთს, წამს და დღეს, რომელიც ამ უმძიმეს კვირაში მიმდინარეობს და სრულდება ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულით. ვარლამ, მოგესალმებით. პირდაპირ ეთერში ხარ და მოგვიყევი ამ წუთის ვითარება როგორი არის. დღეს არის წითელი პარასკევი და მრევლის უმრავლესი ნაწილი ცდილობს, რომ ეს ურთულესი გზა, ქრისტეს ბოლო გზა რაღაცნაირად ერთიანად გაიარონ და რაღაც გამოხატულება მოხდეს, ასე ვთქვათ, ადამიანებში იმ სიმძიმისა, რაც თავად იესო ქრისტეს მხრებზე და ჯვრის ტარების დროს ხდებოდა. მოგვიყევი და აგვიღწევი სიტუაცია როგორი არის ამ წუთას იერუსალიმში. მოგესალმებით, მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში არის ახლა იერუსალიმი, ყველა ელოდება მაცხოვრის საფლავიდან წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან არიან ჩამოსულები წმინდა მიწაზე და ასე ხდება ყოველთვის. ცდილობენ მორწმუნეები, რომ ნების შვიდეული წმინდა მიწაზე გაატარონ. დღეს არის მართლმადიდებლებისათვის წლის ყველაზე მძიმე დღე. სახარების მიხედვით სწორედ დღევანდელ დღეს წითელ პარასკევს გააკრეს ჯვარს მაცხოვარი და აი ეს არის ის გზა, რომელიც სახარების მიხედვით მაცხოვარმა ჯვარცმამდე გაიარა. სულ არის 600 მეტრიანი მონაკვეთი და არის 14 გაჩერება. ამ გზას ყოველ წელს გადიან სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მომლოცველები ლოცვით და გალობით. ხელში უჭირავთ ჯვრები და იხსენებენ იმ ტკივილიან გზას, რომელიც მაცხოვარმა გაიარა. ძალიან მძიმე არის თითოეული მორწმუნესათვის დღევანდელი დღე. დღეს მთელი დღის განმავლობაში იქნება მსვლელობები, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მომლოცველები ეტაპობრივად გადიან, მათ შორის არიან საქართველოსდან ჩამოსული ქართველი მომლოცველები, სხვათა შორის მინდა აღვნიშნო, რომ წელს ძალიან მრავლად არიან, რადგან გვახსოვს გასულ წელს ქვეყანაში შექმნილი საომარი ვითარებიდან გამომდინარე გარკვეულმა ადამიანებმა თავი შეიკავეს აქ ჩამოსვლისგან, მანამდე იყო კოვიდ პანდემია და ახლა შეიძლება ითქვას, რომ სრულად არის სავსე იერუსალიმის ძველი ქალაქი. მორწმუნეები გადიან ზუსტად აი ამ გზას, ვია დოლოროსას გზას, რომელიც როგორც გითხარით, მაცხოვარმა გაიარა. ჩვენ ახლა ვიმყოფებით მესამე და მეოთხე გაჩერებასთან. სახარების მიხედვით გოლგოთისკენ მიმავალი იესო ზუსტად აი ამ ადგილზე გაჩერდა და აქ შეხვდა ღვთისმშობელი. და ჯვარცმამდე არც ერთი წუთით მარტო არ დაუტოვებია. ყველა გაჩერებასთან ჩერდებიან მომლოცველები, მათთვის თითოეული ადგილი არის განსაკუთრებული და გამორჩეული. ხვალ არის დიდი შაბათი, ყველა ელოდება მაცხოვრის საფლავიდან წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას და როგორც გითხარით, ტრადიციას ბუნებრივია ტელეკომპანია იმედი არ არღვევს და ძალიან მრავალი წელია ჩვენ უკვე ვაშუქებთ ნების შვიდეულს წმინდა მიწაზე და წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას მაცხოვრის საფლავიდან პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. ასევე გეტყვით იმას, რომ აქ ჩამოსული ქართველები ჩამოაბრძანებენ საქართველოში წმინდა ცეცხლს, პირველ რიგში მიაბრძანებენ სამების საკათედრო ტაძარში და შემდეგ ყველას შეიძლება რომ წმინდა ცეცხლი საკუთარ ოჯახში წააბრძანონ. აი ზუსტად ეს არის მეოთხე გაჩერება. ჩემს ოპერატორს გიორგი ძოწენიძეს ვთხოვ, რომ კადრში გვაჩვენოს. სახარების მიხედვით მაცხოვარი აი ამ ადგილზე შეხვდა გოლგოთისაკენ მიმავალ იესოს და ჯვარცმამდე არც ერთი წუთით არ დაუტოვებია. ტკივილიანი გზა, ასე იხსენიებენ ამ გზას, როდესაც მომლოცველები გადიან. თქვენ ახლა კადრში ხედავთ, კიდევ ერთი ჯგუფი გადის ამ გზას, ბერძნული საპატრიარქოს წარმომადგენლები, რომლებიც მივლენ გოლგოთამდე, ანუ იმ ადგილამდე, სადაც მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრება დასრულდა. ძალიან სასიხარულოა ის ამბავი, რომ ქართველი მრევლი საკმაოდ დიდი რაოდენობით იგრძნობა და ეს ჩვენ კადრებშიც დავინახეთ. ჩვენ წლების განმავლობაში მუშაობ პირდაპირ ეთერში იმედის მაყურებლისთვის აწვდი ინფორმაციას, გიყურებთ რა თქმა უნდა ყოველთვის სააღდგომო დღეების განმავლობაში და ყოველთვის ვაკვირდები, რომ არასდროს არ ყოფილა შემთხვევა, რომ რაღაც მიუხედავად რომ ერთი და იგივე საქმეს აკეთებს, ეს გრძნობა განელებულა შენში. ყოველ ახალ ჩასვლაზე, აი როგორ ცოცხლდება ეს ყველაფერი, ტკივილიანი გზა შენახსენე და თარგმანში ვია დოლოროსაც ზუსტად ამას ნიშნავს. აი როგორია მთელი ეს პროცესია ყოველ ახალ ჩასვლაზე, თუმცა არანაირი დანაკლისით, იგივენაირად ცოცხლდება ის სიმძიმე, ის ტკივილები და საბოლოოდ ის ბრწყინვალე მომენტი, როდესაც წმინდა ცეცხლი გადმოდის. აი თუ შეგიძლია შენი პირადი განცდები გაგვიზიარო ამდენი წლის თავზე ამდენი მუშაობის შედეგად.
ძალიან ზოგადად იერუსალიმი ისეთი არის, რომ ყოველ ჩამოსვლაზე ახალ აღმოჩენებს აკეთებ ადამიანი და სულ ცდილობ, რომ განსაკუთრებულად იყო განწყობილი და ასეც არის. განსაკუთრებული განცდა, როდესაც მაცხოვრის საფლავიდან წმინდა ცეცხლი გადმოდის. თითქოს სიახლის, სიკეთის, სიხარულის, აი ყველაფერი ახლის მოლოდინია და ძალიან სასიხარულოა არა მარტო ჩემთვის, არამედ ყველა მორწმუნესათვის და მე ვიცი ადამიანები, რომლებიც საქართველოსდან ძალიან დიდი ხანია დადიან 22 წელია, მხოლოდ მათ შეუშალათ ხშირ შემთხვევაში, რამდენიმე შემთხვევას თუ გავიხსენებთ, ასეც იყო COVID პანდემია და საომარი ვითარება, როდესაც ქვეყანაში შემოსვლა ვერ შეძლეს. როგორც წეგან აღვნიშნე, წელს არის პირველი წელი, შეიძლება ითქვას, როდესაც აი ამ რაოდენობის ხალხი არის წმინდა მიწაზე ჩამოსული და თქვენ ახლა კადრში ხედავთ რა რაოდენობის ადამიანი არის ახლა მაცხოვრის ძველ ქალაქში იერუსალიმში. ლოცვით და გალობით გადიან ამ გზას მორწმუნეები, ხელში აქვთ ჯვრები და მივლენ გოლგოთამდე, ზუსტად იმ ადგილამდე, სადაც მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრება დასრულდა. ვარლამ, ამ შემთხვევაში უნდა დაგემშვიდობო, თუმცა ეს სრულ დამშვიდობებას არ ნიშნავს, რადგან პირდაპირ ეთერში ველოდებით შენ ჩართვებს, როგორც ქრონიკის გამოშვებებში, ასევე სხვადასხვა ეთერში და დიდი მადლობა იმისთვის, რომ ყოველ წელს ასე საინტერესო და დეტალურად აშუქებ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის ყველა დეტალს. დიდი მადლობა ჩვენ გადაცემაში მონაწილეობისთვის. მადლობა ვარლამ ციკლარულს და ავაგრძელებთ გადაცემას.